ვაგრძელებთ საუბარს უჯრედში დააგებულებაზე. დღეს კი ვისაუბრებთ იმ ორგანოიდებზე, რომლებსაც მხოლოდ ერთი მემბრანა აქვთ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოიდი არის ენდოპლაზმური ბადე, ან იგივე ენდოპლაზმური რეტიკულუმი. ის ყველაზე დიდი მემბრანული წარმონაქმნია უჯრედში. ის მემბრანული მილებისა და ბრტყელი ცისტერნებისაგან შედგება. მათ შიგნით სიღრუეა, რომელსაც ლუმენი, ანუ სანათური ეწოდება. განარჩევენ ენდოპლაზმური ბადეს ორ სახეს: ხორკლიანს, ანუ გრანულარულს და გლუვს, ანუ აგრანულარულს. ხორკლიან ენდოპლაზმური ბადის მემბრანების გარე ზედაპირზე განლაგებულია რიბოსომების დიდი რაოდენობა. განვიხილოთ გლუვი ენდოპლაზმური ბადე. გლუვი ენდოპლაზმური ბადე შედგება მემბრანით შემოსაზღვრული მილაკებისგან და ვეზიკულებისგან. მისი სანათური შეიცავს სხვადასხვა ფერმენტს, კალციუმის იონებს და მეტაბოლიტებს. გლუვი ენდოპლაზმური ბადის მილაკები დიამეტრით უფრო დიდია, ვიდრე ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადის მილაკები. მილაკები ხშირად განშტავდებიან და უკავშირდებიან ერთმანეთს ძალიან კომპაქტური სამგანზომილებიანი ქსელის შესაქმნელად, რაც აუცილებელია ენდოპლაზმური ბადის გამართული ფუნქციონირებისათვის. გლუვი ენდოპლაზმური ბადე სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში იღებს მონაწილეობას. მისი მთავარი ფუნქციაა ლიპიდების სინთეზი. გლუვი ენდოპლაზმური რეტიკულუმი ლიპიდების სინთეზის ძირითადი ადგილია. აქ ხდება ზეთების, ფოსფოლიპიდების, სტეროლებისა და სტეროიდების სინთეზი. გლუვი ენდოპლაზმური ბადის მიერ სინთეზირებულ სტეროიდებს შორის არის სასქესო ჰორმონები და თირკმელზე და ჯირკვლის მიერ სინთეზირებული სხვადასხვანაირი სტეროიდული ჰორმონი. უჯრედები, რომლებიც ასინთეზებენ და გამოყოფენ ამ ჰორმონებს, მაგალითად სათესლე ჯირკვალი და საკვერცხის უჯრედები, მდიდარია გლუვი ენდოპლაზმური რეტიკულუმით. გლუვ ენდოპლაზმურ ბადეში გვხვდება სხვადასხვა ფერმენტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რთული პოლისაქარიდების სინთეზზეც, მაგალითად ღვიძლის უჯრედებში გლიკოგენის სინთეზზე. მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კალციუმის დამარაგებაა. მაგალითად, კუნთოვან უჯრედებში არის გლუვი ენდოპლაზმური ბადის სპეციალური ტიპი, რომელსაც სარკოპლაზმური რეტიკულუმი ეწოდება. როდესაც კუნთოვანი უჯრედი სტიმულირდება ნერვული იმპულსის მოქმედებით, კალციუმის იონები ენდოპლაზმური ბადის მემბრანის გავლით სწრაფად გადადიან ციტოზოლში და კალციუმის კონცენტრაციის მატება იწვევს კუნთების შეკუმშვას. იმისათვის, რომ კუნთები მოდუნდეს, ციტოპლაზმაში კალციუმის კონცენტრაცია უნდა დაეცეს, ანუ კალციუმი უნდა დაბრუნდეს გლუვ ენდოპლაზმურ ბადეში, რასაც უზრუნველყოფს ფერმენტი კალციუმ ატეეფაზა. ბროდის მიოპათიის დროს ერთ-ერთი გენის მუტაცია იწვევს ამ ცილის ექსპრესიის შემცირებას ან ტუმბოს დაზიანებას. შედეგად კალციუმი ვერ ბრუნდება ენდოპლაზმურ ბადეში და ხანგრძლივდება კუნთის შეკუმშვა და ყომდება რელაქსაცია. პაციენტებს აღენიშნებათ კუნთების სიმტკიცე, კრუნჩხვები და კუნთების მოდუნების გაძნელება ნებაყოფლობითი შეკუმშვის შემდეგ. გარდა ამისა, გლუვ ენდოპლაზმურ ბადეზე ხდება სხვადასხვა მავნე ნივთიერების დეტოქსიკაცია. დეტოქსიკაციისას ხდება უცხო ნივთიერებების ქიმიური მოდიფიკაცია. წამალს ან ტოქსიკურ ნივთიერებას დაემატება ჰიდროქსილის ჯგუფი, რაც მას წყალში უფრო ხსნად ხდის და ადვილდება მათი გამოდევნა ორგანიზმიდან. როდესაც ადამიანები იღებენ გარკვეულ ნივთიერებებს, მაგალითად ალკოჰოლს და ფენობარბიტალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საწყისი ეფექტის მისაღწევად საჭიროა ამ ნაერთების სულ უფრო მაღალი დოზები. ამ მოვლენას ტოლერანტობას უწოდებენ. მას თან ახლავს გლუვი ენდოპლაზმური ბადის ზრდა და შესაბამისად ამ პრეპარატების ინაქტივირებაზე პასუხისმგებელი ფერმენტების რაოდენობის ზრდაც. ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე რიბოსომებითაა დაფარული და სწორედ ამის გამო მიიღო მან ეს სახელი. სწორედ აქ ხდება ცილის სინთეზი. რიბოსომები მუდმივად არ იმყოფებიან ენდოპლაზმურ რეტიკულუმზე, ისინი მხოლოდ კონკრეტული ცილის სინთეზის დროს ემაგრებიან მას. სინთეზის დასრულების შემდეგ რიბოსომები სცილდებიან ენდოპლაზმურ ბადეს. მრავალი რიბოსომა ერთმანეთს ერთი საინფორმაციო RNA-ის მეშვეობით უკავშირდება და წარმოიქმნება პოლისომა, რიბოსომების კომპლექტი. პოლისომაში გაერთიანებული ყველა რიბოსომა ერთი სახის ცილას ასინთეზებს, რაც მოკლე დროში ამ ცილის დიდი რაოდენობით მიღების საშუალებას იძლევა. ენდოპლაზმური რეტიკულუმთან დაკავშირებული რიბოსომების რაოდენობა მეტია იმ უჯრედებში, რომლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს ცილის სინთეზი. ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადეზე სინთეზირებული ცილები ენდოპლაზმური ბადის ან სხვა ორგანოიდის მემბრანაში ჩაშენდება, ან სულაც უჯრედიდან გამოიყოფა.
თუ ცილა ენდოპლაზმურ ბადეში დასარჩენად არ არის გამიზნული, ის ბუშტუკებში შეიფუთება, იგივე სატრანსპორტო ვეზიკულებში და გოლჯის აპარატისაკენ გაიგზავნება. ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე ასევე მონაწილეობს მემბრანის განახლებაში, ამისათვის ის ასინთეზებს მემბრანულ ცილებსა და ფოსფოლიპიდებს. მემბრანული ცილები და ფოსფოლიპიდები ჩაშენდება ენდოპლაზმური ბადის საკუთარ მემბრანაში, რომელიც შემდეგ შეიძლება გაფართოვდეს და გამოიყოს მემბრანას ვეზიკულების სახით. ენდოპლაზმური ბადიდან სატრანსპორტო ვეზიკულები გოლჯის აპარატისაკენ მიემართება. გოლჯის აპარატის ძირითადი კომპონენტია ერთშრიანი მემბრანით შემოსაზღვრული ბრტყელი ცისტერნების დასტა. ცისტერნებთან ბუშტუკებია დაკავშირებული. მცენარეულ უჯრედში გოლჯის აპარატი წარმოდგენილია ცისტერნების რამდენიმე დასტისაგან, ეგრეთ წოდებული დიქტიოსომებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ცხოველურ უჯრედში კი გოლჯის კომპლექსი შედგება უპირატესად ერთი დიდი ზომის და მასთან მილაკებით დაკავშირებული მომცრო დასტებისგან. გოლჯის აპარატის ძირითადი დანიშნულებაა ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადეზე სინთეზირებული ცილებისა და ლიპიდების სტრუქტურის საბოლოო ფორმირება, დახარისხება და მათი უჯრედის სხვადასხვა უბანში განაწილება. გოლჯის აპარატს ორი მხარე აქვს: მიმღები მხარე იგივე ცის გოლჯი და გამგზავნი მხარე იგივე ტრანსგოლჯი. მიმღები მხარე ენდოპლაზმური ბადისკენაა მიმართული და მისი ფუნქციაა ენდოპლაზმურ ბადეზე წარმოქმნილი სატრანსპორტო ვეზიკულის მიღება, რომლებიც ცისტერნების მემბრანებს ერწყმის. გოლჯის კომპარტმენტებში ცილები მოდიფიცირდება და მათ საბოლოო დანიშნულების მიხედვით იფუთება სხვადასხვა ტიპის ვეზიკულაში. მეორე ბოლოზე მდებარე ცისტერნებიდან კი ხდება ბუშტუკების გამოკვირტვა, რომლებიც საბოლოოდ ფორმირებული სტრუქტურის მქონე ცილებს შეიცავს. შემდგომ ეს ცილები დანიშნულების ადგილისაკენ გადაიტანება. მაგალითად, განვიხილოთ პირველი გზა, რომელიც გვხვდება ჯირკვლოვან უჯრედებში. ის ცილები, რომლებიც უნდა სეკრეტირდეს უჯრედის გარეთ, მაგალითად ჰორმონი ინსულინი, იფუთება სეკრეტორულ ვეზიკულაში და იგზავნება უჯრედის მემბრანისკენ, სადაც ვეზიკულა ერწყმის მემბრანას და სინთეზირებული ნივთიერება გამოიყოფა უჯრედის გარეთ. მეორე გზა დამახასიათებელია ყველა უჯრედისთვის. ამ დროს ვეზიკულის მემბრანა ერწყმის პლაზმურ მემბრანას და მონაწილეობს მის ფორმირებაში. შედეგად ხორციელდება პლაზმური მემბრანის კომპონენტების გადამუშავება და განახლება. მესამე გზაც ყველა უჯრედისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი მოლეკულა საჭიროა უჯრედში სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად. მაგალითად, გოლჯის აპარატში წარმოიქმნება ლიზოსომები, რომლებიც ჰიდროლიზურ, იგივე მომნელებელ ფერმენტებს შეიცავენ. მას პირველადი ლიზოსომა ეწოდება. როგორც დავინახეთ, გოლჯის აპარატი პლაზმური მემბრანისა და სხვა მემბრანული სტრუქტურების კომპონენტების განახლებასა და გადამუშავებაშიც მონაწილეობს. ის პირველადი ლიზოსომის წარმოქმნაშიც იღებს მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია, ნივთიერებების უჯრედშიდა და უჯრედგარეთ ტრანსპორტირებაშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, გოლჯის კომპლექსი ზოგიერთი პოლისაქარიდისა და გლიკოლიპიდის სინთეზშიც მონაწილეობს. ლიზოსომა მემბრანით შემოსაზღვრული მცირე ზომის სფერული ან ოვალური ფორმის ბუშტუკია. ლიზოსომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მასში ცილების, ლიპიდების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების დამშრელი ფერმენტების არსებობაა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ორგანოიც ლიზოსომა. ლიზის დაშლას ნიშნავს, ხოლო სომა სხეულს. ლიზოსომები შიდა უჯრედულ მონელებას სხვადასხვაგვარად ახდენენ. ამება და მრავალი სხვა უმარტივესი იკვებება უფრო მცირე ზომის ორგანიზმების ან სხვა საკვები ნაწილაკების შთანთქმით. ამ პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება. ფაგოციტოზი ადამიანის ზოგი უჯრედისთვისაც არის დამახასიათებელი. მათ შორის არიან მაკროფაგები, სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი, რომლებიც ბაქტერიებისა და სხვა თავდასხმელების შთანთქმითა და მონელებით სხეულს თავდაცვაში ეხმარებიან. მოდით ეს პროცესი განვიხილოთ უფრო დეტალურად. ლიზოსომების შემადგენლობაში შემავალი ფერმენტების სინთეზი ხორკლიან ენდოპლაზმური ბადის მემბრანის გარეთა ზედაპირზე განლაგებულ რიბოსომებში მიმდინარეობს. სინთეზირებული ცილები ჯერ ენდოპლაზმური ბადის არხებსა და ღრუებში ხვდება, იქიდან კი გოლჯის კომპლექსში გადაიტანება. იქ გროვდება და შემდეგ გამოიკვირტება. ფერმენტების შემცველი მცირე ზომის ბუშტუკის სახით. ამავდროულად უჯრედში შემოჭრილი საკვები ვეზიკულა ერწყმის ლიზოსომას, რომლის ფერმენტებიც იწყებენ საკვების მონელებას.
მონელების პროცესის შედეგად მიღებული პროდუქტები მარტივი შაქრების, ამინომჟავების და სხვა მონომერების ჩათვლით გადადიან ციტოზოლში და უჯრედის საკვები ხდებიან. გარდა ამისა, ლიზოსომა მონაწილეობს ორგანოიდების დაშლასა და მონელებაში. ხშირად უჯრედებში ზოგიერთი ორგანოიდი დროთა განმავლობაში ვეღარ ასრულებს თავის როლს, ზოგი ორგანოიდი კი სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ზიანდება. უჯრედში გამუდმებით ხდება ძველი ორგანოიდების ახლით ჩანაცვლება. ძველ ორგანოიდებს კი ლიზოსომები ინელებს. ლიზოსომები უშუალოდ მონაწილეობს ასეთი სტრუქტურების დაშლასა და მონელებაში, ანუ აუტოფაგიის პროცესში. მაგალითად, ზოგიერთ ქსოვილში მიტოქონდრია ყოველ 10 დღეში იცვლება. საინტერესოა, რომ ლიზოსომის ფერმენტები მხოლოდ მჟავა არეშია აქტიური. ლიზოსომის შიგნით pH-ი 4,5 ტოლია. ამას ლიზოსომის მემბრანაში ჩაშენებული პროტონული ტუმბო, წყალბადის ATE ფაზა უზრუნველყოფს, რომელიც წყალბადის იონებს ციტოზოლიდან ლიზოსომაში ტვირთავს. თუ კი ლიზოსომა დაიშლება, ან კიდევ მისი შიგთავსი გამოჟონავს, გამოთავისუფლებული ფერმენტები ძალიან აქტიურები აღარ იქნებიან, რადგან ციტოზოლს ნეიტრალური pH-ი გააჩნია. თუმცა ლიზოსომების შიგთავსის დიდი რაოდენობით გადაჭარბებულმა გამოჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების განადგურება თვითმონელების პროცესით. ამ პროცესს აუტოლიზი ეწოდება. არსებობს აუტოლიზის ერთ-ერთი ფორმა, აპოპტოზი, რომელსაც უჯრედის პროგრამირებულ სიკვდილს უწოდებენ. აპოპტოზის გზით ჩვენი ორგანიზმი ყოველ წამს მილიონობით დაზიანებულ, დაბერებულ უჯრედს იცილებს თავიდან. აპოპტოზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის განვითარების პროცესშიც. მაგალითად, ჩანასახოვან პერიოდში ჩვენი მტევნები ნიჩბების მსგავსი წარმონაქმნებია. ამ ერთიანი სტრუქტურიდან თითების გამოძერწვა სწორედ აპოპტოზით ხორციელდება, რა დროსაც თითებს შორის არსებული უჯრედები იხოცება. აპოპტოზის კიდევ ერთ მაგალითს თავკომბალას ბაყაყად გარდაქმნის პროცესი წარმოადგენს. ამ დროს კუდის უჯრედებში არსებული ლიზოსომები კუდის გაქრობას იწვევს. ლიზოსომებს წარმოუდგენელი მნიშვნელობა აქვთ უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მათ გარეშე უჯრედში დაგროვდებოდა ნარჩენები და ტოქსინები, რაც საბოლოოდ უჯრედის სიკვდილს გამოიწვევდა. ამის ერთ-ერთ მაგალითს იშვიათი გენეტიკური დაავადება ტეის-საქსი წარმოადგენს, რომელიც გამოწვეულია ერთ-ერთი გენის მუტაციით. ამ დროს ორგანიზმში არ წარმოიქმნება სპეციფიკური ფერმენტი, ჰექსუამინიდაზა, რომელიც შლის რთულ გლიკოლიპიდებს განგლიოზიდებს. განგლიოზიდები განსაკუთრებით ბევრია ნერვულ უჯრედებში. ლიზოსომებში მოუნელებელი განგლიოზიდების დაგროვება აფერხებს ნერვული უჯრედების ფუნქციონირებას და შედეგად უჯრედი კვდება. ეს იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, სიბრმავეს, სპასტიურ მოძრაობებს და საბოლოოდ სიკვდილს 5 წლამდე. პეროქსისომა ერთმემბრანიანი ორგანოიდია, რომელიც ენდოპლაზმური ბადიდან წარმოიქმნება, ხოლო საჭირო ზომის მიღწევისას ორად გაყოფის გზით მრავლდება. პეროქსისომას შესაძლოა ჰქონდეს კრისტალური ბირთვი, რომელიც ფერმენტების ერთობლიობაა. პეროქსისომები განსხვავებით ლიზოსომებისგან ენდომემბრანული სისტემის ნაწილი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მათ გოლჯის აპარატის ბუშტუკები არ ერწყმიან. პეროქსისომა შეიცავს მომნელებელ და დეტოქსიკაციაში მონაწილე ფერმენტებს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოქსიდაზა და კატალაზა. პეროქსისომების მთავარი ფუნქცია უჯრედისთვის სახიფათო ნაწილაკების გაუნებელყოფაა. მაგალითად, ოქსიდაზები იყენებენ ჟანგბადს აგრესიული მოლეკულების გასანეიტრალებლად, რომლებსაც თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ და წყალბადის ზეჟანგად გარდაქმნიან. თავისუფალი რადიკალები უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალური ქვეპროდუქტებია, მაგრამ მათი დაგროვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ გაანადგურონ უჯრედული ცილები, მემბრანები და დნმ. წყალბადის ზეჟანგი ასევე რეაქტიული და საშიშია, მაგრამ პეროქსისომების მეორე მნიშვნელოვანი ფერმენტი კატალაზა მას წყლად და ჟანგბადად გარდაქმნის. კატალაზას მიერ გამოწვეული ეს რეაქცია ანადგურებს უჯრედში შემავალ შხამებს, როგორიცაა ალკოჰოლი, ფორმალდეჰიდი და ფენოლი. ღვიძლისა და თირკმლის უჯრედები შეიცავს ბევრ პეროქსისომას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტოქსიკური ნივთიერებების გარდაქმნასა და გაუნებელყოფაში. პეროქსისომები ასევე მონაწილეობენ სხვა მეტაბოლურ რეაქციებში. მაგალითად, ლიპიდური ცვლის დროს ისინი ცხიმოვანი მჟავების გრძელ ჯაჭვებს შლიან. და ბოლოს განვიხილოთ კიდევ ერთი ერთმემბრანიანი ორგანოიდი ვაკუოლი. ვაკუოლი გვხვდება მცენარეების, სოკოების,
უმარტივესების და ზოგიერთ ცხოველურ უჯრედში. ეს ორგანოიდები უნივერსალურია და ასრულებენ განსხვავებულ ფუნქციებს უჯრედის ტიპისა და გარემო პირობების მიხედვით. მომწიფებული მცენარეული უჯრედი ჩვეულებრივ ერთ დიდ ცენტრალურ ვაკუოლს შეიცავს. იგი შემოსაზღვრულია მემბრანით, რომელსაც ტონოპლასტი ეწოდება. ცენტრალური ვაკუოლი ფორმირდება ენდოპლაზმური ბადისა და გოლჯის აპარატიდან წარმოქმნილი მცირე ვაკუოლების გაერთიანებით. მცენარეულ უჯრედებში ვაკუოლი წყლის, იონების და საკვები ნივთიერებების დამარაგების ადგილია. ვაკუოლში შეიძლება მოხდეს ცხოველქმედების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტები და უჯრედის დაზიანებული ორგანოიდებიც კი. აქ ხდება მათი დაშლა. ამდენად ვაკუოლს ლიზოსომის მსგავსი მოქმედებაც ახასიათებს. ვაკუოლს დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედის ტურგორის შენარჩუნებაშიც. ოსმოსის ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრეთ, რომ თუ კი მცენარეულ უჯრედს ჰიპოტონურ ხსნარში მოვათავსებდით, ვაკუოლი გაფართოვდებოდა და შექმნიდა ტურგორულ წნევას. ვაკუოლის გაფართოება ზეწოლას ახდენს უჯრედის კედელზე, რაც გამოიწვევს უჯრედის გაფართოებას. ეს უზრუნველყოფს, რომ მცენარემ შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა და სიმტკიცე. გარდა ამისა, ზოგიერთ მცენარეში ვაკუოლი შეიცავს ტოქსიკურ ნაერთებს, მაგალითად ციანოგენურ გლიკოზიდებს, რომელიც იცავს მცენარეს ბალახის მჭამელებისაგან. ცხოველურ უჯრედში რამდენიმე პატარა ვაკუოლი გვხვდება. აქ ხდება სითხისა და საკვები ნივთიერებების შენახვა. ცხოველური უჯრედების ვაკუოლები ჩართულია ისეთ პროცესებში, როგორიცაა ენდოციტოზი. ისინი ხელს უწყობენ ნივთიერებების შეწოვას და ტრანსპორტირებას და ეგზოციტოზში, სადაც ისინი ათავისუფლებენ ნივთიერებებს უჯრედის გარეთ. პროტისტებში ვაკუოლს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და მონაწილეობს ოსმორეგულაციაში. ოსმოსის ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრეთ წყლის ბალანსის შენარჩუნებაზე სხვადასხვა ორგანიზმში. მათ შორის იყო ერთუჯრედიანი პროტისტი ქალამანა, რომელიც გასკდომისგან თავს კონტრაქტული, იგივე კუმშვადი ვაკუოლის მოქმედებით იცავს, ორგანოიდით, რომელიც მოქმედებს როგორც ტუმბო და ჭარბწყალს გამოდევნის უჯრედიდან. ეს იყო ვიდეო გაკვეთილი უჯრედის ერთმემბრანიანი სტრუქტურების შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.